მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა არხის გამომწერებს ერთგულებისთვის. დღეს გთავაზობთ 2026 წლის მარტის ტარო პროგნოზ ლომებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია. და გაშლის ბოლოს ნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ნახოთ თვის ფონური ენერგია. მერვე მაღალი არკანი ძალა, მარტში საკმაოდ ენერგიულები იქნებით, გექნებათ მეტი თავდაჯერებულობა, გამოავლენთ ხასიათის სიმტკიცეს, ბევრ საკითხს მიუდგებით მეტი გამბედაობით, მოგინდებათ გადახვიდეთ აქტიურ მოქმედებაზე, შეძლებთ მოაგვაროთ დაგროვებული საკითხები, გარკვეული პრობლემები ან გადადებული საქმეები, გამოავლენთ ძლიერნების ყოფას, გახდებით მეტად გულისხმიერები, გაგიჩნდებათ გარშემომყოფებზე ზრუნვის სურვილი, გაგიადვილდებათ გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის რთულ სიტუაციებშიც, შეძლებთ საკუთარ თავში და საკუთარ სურვილებში მეტად გარკვევას, გამოავლენთ ლიდერულ თვისებებს, ადვილად შეძლებთ სხვების დარწმუნებას, ორიენტირებული იქნებით წარმატებაზე, გამარჯვებაზე და ამ ბარათის ენერგია ადასტურებს კიდეც, რომ შეძლებთ დასახული მიზნების მიღწევას. გაიზრდება თქვენი გავლენები, იგრძნობთ პატივისცემას და აღიარებას გარშემომყოფების მხრიდან, გექნებათ სტაბილური ჯანმრთელობა, მოიმატებს თქვენი მომხიბვლელობა და შარმი და თუ თქვენს ქარიზმას პოზიტიურად გამოიყენებთ, ახალი შესაძლებლობების გზებსაც გაიხსნით სამომავლო წინსვლისკენ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. კვერთხების ოთხიანი. ეს ბარათი ამ პოზიციაზე სტაბილურობის და სიხარულის ნიშანია. დიდი შანსია ამ პერიოდში ოჯახის რომელიმე წევრი დაბრუნდეს სახლში, ან თქვენ დაუბრუნდეთ მშობლიურ სივრცეს. ასევე გამორიცხული არ არის ამ პერიოდში მიიღოთ ოფიციალურად გაერთიანების, მაგალითად დაქორწინების ან საცხოვრებლად ერთად გადასვლის გადაწყვეტილება, ზოგადად მარტს პირად ურთიერთობების თვალსაზრისით საკმაოდ ჰარმონიულად გაივლით, მაშინაც კი თუ დაძაბულ ურთიერთობაში იმყოფებით, შეძლებთ სიტუაციის განმუხტვას და გარკვეული სტაბილურობის მოპოვებას. მათთვის კი, ვინც მარტო ხვდებით ამ პერიოდს, შესაძლებელია ახალი, სამომავლოდ თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი გაიცნოთ და მომდევნო წლების განმავლობაში მარტი ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნის თვედაც იქცეს თქვენთვის. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. ხმლების რვიანი. მარტის განმავლობაში გექნებათ განცდა, რომ გარემოებები ან ადამიანები თქვენს გარშემო ხელს გიშლიან განახორციელოთ თქვენი ჩანაფიქრები და მოახდინოთ თქვენი სურვილების რეალიზება. თუმცა ბარათი გულისხმობს, რომ ეს შეზღუდვა თქვენი აღქმის შედეგია და არა ობიექტური რეალობა. ამიტომ გირჩევთ ეს პერიოდი დაუთმოთ ფიქრს, თქვენი ნეგატიური განწყობების გაცნობიერებას და გააზრებას და გაანალიზეთ, რამდენად დიდი ძალაა სინამდვილეში თქვენში და რამდენად ბევრი რამის შეცვლა შეგიძლიათ, თუ გათავისუფლდებით თავსმოხვეულის შეზღუდვებისგან და მიმართავთ თქვენს ძალისხმევას შესაბამისი მიმართულებით. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, ხმლების შვიდიანი. არა მძიმე, მაგრამ საკმაოდ რთული ენერგეტიკული პერიოდი გექნებათ. ერთი მხრივ თქვენში მომატებულია ინტიმური სურვილები, მზაობა ურთიერთობის დასაწყებად, დიდი ალბათობით საინტერესო კანდიდატურაც გამოჩნდება და ერთი შეხედვით თქვენთვის სრულიად მისაღები და სასურველი,
მაგრამ დიდი ალბათობით ეს პოზიტიური განწყობა მის მიმართ შესაძლებელია აღმოჩნდეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი წარმოდგენები და თქვენი ილუზია. აქ ხედავ იმედგაცრუების, ტყუილის, მცდარი წარმოდგენის ძლიერ ენერგიას, ეცადეთ არ მოტყუდეთ, არ წამოეგოთ მახეზე, შესაძლებელია ზოგიერთი თქვენგანი წინასწარ განზრახული გეგმის მსხვერპლიც კი აღმოჩნდეთ, ბუნებრივია ეს საერთო ინფორმაცია და იგი ყველას რა თქმა უნდა არ შეგეხებათ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევთ იმოქმედოთ ფრთხილად და წინდახედულად. უფრო კონკრეტული პირადად თქვენი ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ მომმართოთ პირად კონსულტაციაზე, სადაც შევძლებთ დეტალურად განვიხილოთ ყველა თქვენთვის საინტერესო საკითხი და ნიუანსი. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ მარტში საქმიანი სფერო, ხმლების 6-იანი, არაჩვეულებრივი ენერგია ამ პოზიციისთვის, წარმატების ენერგია. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, ვინც რთულ სიტუაციაში იმყოფებით, მარტში თქვენ შეძლებთ ამ სირთულეების გადალახვას, იპოვით გამოსავალს და შეძლებთ არსებული შესაძლებლობებიდან საუკეთესო გზით დაძლიოთ ნებისმიერი კრიზისული მდგომარეობა. მათ შორის გამორიცხული არ არის მოულოდნელად კეთილის მსურველები გამოგიჩნდნენ და სწორედ მათი დახმარებით დააღწიოთ თავი არსებულ არასასურველ ვითარებას. თუმცა თუ რთულ მდგომარეობაში არ იმყოფებით და საკმაოდ მშვიდ გარემოში გიწევთ მუშაობა, თქვენთვისაც ეს არკანი გულისხმობს ახალი პერსპექტივების გამოჩენას, მათ შორის უკეთეს სამსახურებრივ პოზიციაზე გადასვლას, მნიშვნელოვანი ახალი ინფორმაციის ან ახალი ცოდნის მოპოვებას, რაც სამომავლოდ გზას გაგიხსნით მეტი თვითრეალიზებისა და კარიერული ზრდისკენ. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. კვერთხების 6-იანი, გამარჯვების და ტრიუმფის ენერგია, მარტის განმავლობაში თქვენ წარმატება გელით, იგრძნობთ როგორ იზრდება თქვენი როგორც პროფესიონალის რეპუტაცია, აღიარება, ამ პერიოდში იგრძნობთ დაფასებას ხელმძღვანელებისგან, კოლეგებისგან, ზოგადად გარშემომყოფებისგან, იგრძნობთ რომ თქვენი აზრი მნიშვნელოვანია, რომ თქვენს მოსაზრებებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ამ პერიოდში შესაძლებელია წარმატებით დაასრულოთ რომელიმე მიმდინარე პროექტი, ასევე შესაძლებელია მიიღოთ შემოთავაზება დაწინაურების თაობაზე, ან სრულიად სხვა სამსახურში დასაქმება შემოგთავაზონ უკეთეს პოზიციაზე და უფრო მაღალი ანაზღაურებით. მათთვის კი ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მეორე მაღალი არკანი ქურუმი ქალი, თუ დაინტერესებული ხართ დასაქმებით, შესაძლებელია სრულიად მოულოდნელი გზით გაიგოთ ინფორმაცია, რომელიც მიგიყვანთ ამ სურვილის რეალიზებამდე. მაღალია შანსი, საქმე რომელთაც დაკავდებით იყოს თქვენთვის მოულოდნელი, ისეთ სფეროში, სადაც არ გაქვთ არათუ გამოცდილება, წარმოდგენაც კი. ასევე არ არის გამორიცხული, გაგიტაცოთ საიდუმლო, საკრალურმა ცოდნებმა, მაგალითად დაინტერესდეთ ეზოთერიკით, რომელიმე მანტიკური ინსტრუმენტით და დაიწყოთ შესწავლა. ან რომელიმე სულიერმა პრაქტიკამ გაგიტაცოთ და მედიტაციის, იოგას ან სხვა მეთოდის სპეციალისტი გახდეთ. მათთვის კი ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, მე-14 მაღალი არკანი ზომიერება, სამყარო თქვენს მიმართ კეთილგანწყობილია, ამიტომ შეგიძლიათ ეს პერიოდი მშვიდად გაატაროთ. მაშინაც კი თუ ამ ეტაპზე ჯერ ვერ ხედავთ სამომავლო პერსპექტივებს, ენდეთ საკუთარ ინტუიციას და მიყევით ყოველდღიურობას. ასევე ამ პერიოდში არ წახვიდეთ გაუმართლებელ რისკებზე, არ აიღოთ განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ერიდეთ დამატებითი ვალდებულებების აღებას. თუმცა მეორე მხრივ შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი პარტნიორების ძებნა, მოსინჯოთ თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები და ზოგადად იფიქროთ სამომავლო პერსპექტივებსაც. როგორც ვხედავ, თქვენთვის ენერგიები მთლიანობაში საკმაოდ პოზიტიური მიმართულებით იცვლება, არც მიკვირს, სულ ახლახანს თქვენთვის მნიშვნელოვანი განახლების პერიოდი დაიწყო და თუ გინდათ რომ უფრო ღრმად ჩაწვდეთ ამ განახლებული ენერგიების არსს და მეტი გაიგოთ რას გულისხმობ,
ჩემს YouTube არხზე შეგიძლიათ ნახოთ დიდი და ვრცელი ვიდეო დაბნელების დერეფნის შესახებ, რომლითაც დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი და შეუქცევადი გარდატეხების მომენტი თითოეული ადამიანისთვის. აქ ბევრ საინტერესო ინფორმაციას და რეკომენდაციას მიიღებთ ამ ენერგეტიკულ განახლებასთან დაკავშირებით და შეძლებთ დაინახოთ თქვენი უახლოესი მომდევნო წლების და ზოგიერთი თქვენგანისთვის მთელი 18 წლიანი ციკლის მნიშვნელოვანი ტენდენციები. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს მარტში, მეათე მაღალი არკანი ბედის ბორბალი ციკლურობის ნიშანია, იგი არაერთგვაროვან პასუხს გაძლევთ ამ პერიოდში, ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს მიდგომაზე ფინანსების მიმართ. რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდებით თქვენს შემოსავლებს და რაში ხარჯავთ მათ. თუ სწორად გაქვთ დალაგებული საკუთარი ფინანსური მენეჯმენტი, მაშინ შესაძლებელია მარტის განმავლობაში სრულიად მოულოდნელი დიდი შემოსავლები მიიღოთ, როგორც ერთგვარი საჩუქარი სამყაროსგან, თუმცა პირიქითაცაა შესაძლებელი, თუ ფინანსების მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება გაქვთ, შესაძლებელია ამ პერიოდში სამყარომ საკმაოდ მკაცრი და არც თუ სასიამოვნო გაკვეთილი ჩაგიტაროთ. ყველაფერი თქვენზე, განვლილ პერიოდში თქვენს ქცევებზეა დამოკიდებული, ეცადეთ ამ პერიოდში არ გაწიოთ დიდი რისკები, მაქსიმალურად ეცადეთ დაფაროთ მიმდინარე ვალდებულებები და მნიშვნელოვანი შენაძენებიც გააკეთეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულად ხართ დარწმუნებული ხარისხში ან შესაძენი ნივთის ვარგისიანობაში. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. მონეტების პაჟი, შეეცადეთ ახლებურად გაიაზროთ თქვენი ცხოვრება, არსებული შესაძლებლობები და მომავალიც კი, განსაზღვრეთ ის საჭიროებები, რაც ხელს შეგიწყობთ სამომავლოდ განვითარებისთვის, მზად იყავით ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი ცოდნის შესაძენად, დაისახეთ დიდი მიზნები, გეგმა მიზნების მისაღწევად და მიყევით დასახულ გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ. თქვენ გაქვთ პოტენციალი რეალობად აქციოთ ყველაზე წარმოუდგენელი ოცნებებიც კი. ასეთი იყო 2026 წლის მარტის ტაროსკოპი ლომებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.